მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ამ განცხადებით გარდაცვლილის დამ ელენე ფოჩხუამ პროკურატურას დღეს მიმართა. განცხადებაში გამოთქმულია ოჯახის ვარაუდი, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გაყალბებულია და ჩვენებები არ ასახავს რეალობას. ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე ამ დროისათვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განაჩენი 22 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს, თუმცა ოჯახს სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვს. Ვითხოვთ ხელახლა გამოძიებას, არის ძალიან ბევრი დეტალი, რაც დღემდე არის ჩვენთვის გაურკვეველი. ჩემთვის პირადად გაურკვეველია ჩემი ძმის მკვლელობა. ნამდვილად ვერ გავიგეთ და ვერ გავერკვევით, რისთვის არის მოკლული ეს ადამიანი და ამის ყველა დეტალის გაშიფრვა და ყველა დეტალის გარკვევა გვაინტერესებს. ძალიან ბევრი დეტალი არის ერთ-ერთი, რომელიც ითქვა გიორგის გარდაცვალების დღეს, როდესაც მოასვენეს მიცვალებული განუწხედარი ერთ-ერთ კლინიკაში ჩვენთან ზუგდიდის რესპუბლიკურ კლინიკაში, მაშინ გამოგვიცხადეს, რომ მიცვალებულს გრამი წყალი არ ქონდა გადაყლაპული.